2025 წლის აპრილში კოსმოსური ამბები მისიების თვალსაზრისით ძალიან დიდი სიმცირით გამოირჩეოდა. მთელი მსოფლიოს კოსმოსური სააგენტოებისა თუ კერძო კომპანიების გათვალისწინებით. განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში აღებულ ცეცხლოვან სტარტს კოსმოსის დალაშქვრისა და კვლევის საკითხში. მაგრამ იყო რამდენიმე გამორჩეული სიახლე, რომელთა შესახებაც კოდის ამ ეპიზოდში მინდა გიამბოთ. ამ ვიდეოში გაგაცნობთ 10-ზე მეტ კოსმოსურ სიახლეს. მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს სავარაუდო, თუმცა მყარი მტკიცებულება იმისა, რომ არც ისე შორეული ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა სხვა სიცოცხლის სახლი იყოს. უფრო ზუსტად 124 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტაზე დააფიქსირეს არამიწიერი სიცოცხლის ყველაზე ძლიერი ნიშნები ამ დროისათვის აღმოჩენილთა შორის. კემბრიჯის ჯგუფმა, რომელიც სწავლობს პლანეტის K218b-ს ატმოსფეროს, აღმოაჩინა მოლეკულების ნიშნები, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ მარტივი ორგანიზმების მიერ არის წარმოქმნილი, ანუ ბიოხელწერა. დედამიწაზე დიმეთილ სულფიდსა და დიმეთილ დისულფიდს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის. ძირითადად მიკრობული სიცოცხლე, მაგალითად ზღვის ფიტოპლანქტონი. მიუხედავად იმისა, რომ K218b-ს ატმოსფეროში ამ მოლეკულების წყარო შეიძლება ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესი იყოს. კვლევის შედეგები წარმოადგენს ამ დროისათვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ სიცოცხლე შეიძლება მზის სისტემის მიღმა სხვა პლანეტაზეც არსებობდეს. ეს არის მეორეული და უფრო პერსპექტიული ქიმიკატები, რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლესთან. ეს აღმოჩენა შესაძლებელი გახადა NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა. ამ ბიოხელწერის მოლეკულების არსებობა სვამს სიღრმისეულ კითხვებს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მათ უნდა წარმოქმნიდეს. ჩვენი კვლევა საწყისი წერტილია ყველა იმ კვლევისა, რომელიც ახლაა საჭირო ამ ამაღელვებელი აღმოჩენის დადასტურებისა და შედეგების აღქმისათვის. ამბობს კვლევის თანაავტორი, კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარი სავას კონსტანტინუ. ეს გუნდი და დამოუკიდებელი ასტრონომები ხაზს უსვამენ, რომ მეტი მონაცემებია საჭირო ამ შედეგების დასადასტურებლად. წამყვანმა მკვლევარმა პროფესორმა ნიკუ მადჰუსუდჰანმა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობს, იმედი გამოთქვა, რომ მალე მოიპოვებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს. BBC-სთან ინტერვიუში მეცნიერმა აღნიშნა, რომ K218b-ს შეიძლება ჰქონდეს ოკეანეც, რომელიც სავარაუდოდ სავსე იქნება სიცოცხლით. წინა დაკვირვებებით დადგინდა, რომ პლანეტა K218b დედამიწაზე 8.6-ჯერ მასიური და 2.6-ჯერ დიდია. მდებარეობს ჩვენგან 124 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მაშინ მის ატმოსფეროში მეთანი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნახშირბაძე დაფუძნებული მოლეკულები სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იპოვეს. შედეგები ჰიკიანე პლანეტის პროგნოზებთან შესაბამისი იყო. სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მთლიანად ოკეანით დაფარული პლანეტის, რომელიც წყალბადით მდიდარ ატმოსფეროშია გახვეული. დაზუსტებით არ ვიცით, იყო თუ არა ჩვენ მიერ ბოლოს ნანახის სიგნალი დიმეთილ სულფიდის, მაგრამ ამაზე უბრალოდ მინიშნებაც კი ჩვენთვის საკმარისად ამაღელვებელი იყო, რომ დაკვირვებები ჯეიმს ვების სხვა ინსტრუმენტებითაც შეგვედარებინა. ეს გახლავთ მტკიცებულებათა დამოუკიდებელი ხაზი, რომელიც წინასგან განსხვავებული ინსტრუმენტითა და სინათლის ტალღის სხვა სიგრძეში მივიღეთ, სადაც არ არსებობს გადაფარვა წინა დაკვირვებებისგან. სიგნალი ძლიერი და მკაფიოა. დიმეთილ სულფიდი DMS და დიმეთილ დისულფიდი DMDS ერთი ქიმიური ოჯახის მოლეკულებია და ორივე მათგანი ბიოხელწერას წარმოადგენს. ანუ ეს ნივთიერებები ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგია. ორივე მოლეკულა ტალღის სიგრძის დაკვირვებულ დიაპაზონში ფარავდა სპექტრულ მახასიათებლებს, მაგრამ შემდეგი დაკვირვებები წარმოაჩენს სხვაობებს მათ შორის.
წინა თეორიული ნაშრომები პროგნოზირებდა, რომ გოგირდზე დაფუძნებული აირების, მაგალითად დიმეთილსუფლიდისა და დიმეთილდისულფიდის მაღალი მაჩვენებელი შესაძლებელი უნდა იყოს ჰიკიანე პლანეტებზე. ახლა ჩვენ ის მართლაც ვნახეთ. ზუსტად ისე, როგორც პროგნოზირებული იყო. გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რაც ამ პლანეტის შესახებ ვიცით, ჩვენს ხედ არსებულ მონაცემებს ყველაზე უკეთესად შეესაბამება სცენარი მთლიანად ოკეანით დაფარული ჰიკიანე პლანეტისა, რომელიც სიცოცხლითაა სავსე. გავა 10 წლეულები და შეიძლება კვლავ ამ მომენტს დავუბრუნდეთ და გავაცნობიეროთ, რომ სწორედ ეს იყო სამყაროში დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენის პირველი მომენტი. შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტი იყოს, რომელშიც პასუხი გავაცით ფუნდამენტურ კითხვას სამყაროში ჩვენი მარტოობის შესახებ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ამ ვარსკვლავურ სისტემაზე ინტენსიურ დაკვირვებას აგრძელებენ. 1963 წლის შემდეგ პირველად ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟით მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კერძო კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა მორიგი ტურისტული მისია შეასრულა. კოსმოსური ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ ამერიკელი პოპ მომღერალი კეიტი პერი, Blue Origin-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის ტელეწამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი სარაკეტო მეცნიერი აიშა ბოი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი. ეკიპაჟს სათავეში ლორენ სანჩესი ჩაუდგა. ნამდვილად გასაოცარი სანახაობა იყო, რაც მთავარია ემოციებით დატვირთული. Got it? 1, 2, 3, taking up space! One. Look at the moon. Oh my gosh. You see that? Oh my gosh. I got you, Flynn. Gotcha. Oh my space gosh. travel. That's amazing. There comes the rocket. კოსმოსში 11 წუთიანი ფრენის შემდეგ 6 კალისგან შემდგარი ჯგუფი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა. კეიტი პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოსმოსში ყოფნის დროს სიმღერა What a Wonderful World შეასრულა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მიწას აკოცა. ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რამდენად მიყვარხართ. განაცხადა პერიმ. კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ ნიუ შეპარდის კაფსულა უსაფრთხოდ დაეშვა ტეხასის შტატში. უსაფრთხო დაბრუნებას Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსიც დაესწრო. კაცობრიობას მარსზე კოლონიის დაარსება სურს, რადგან ის მზის სისტემაში ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული პლანეტაა დედამიწის შემდეგ სიცოცხლისათვის. ვიცით, რომ ამ ციურ სხეულზე თხევადი წყალი არსებობდა და სქელი ატმოსფეროც ჰქონდა, თუმცა დღეს იგი სულ სხვაგვარია, უსიცოცხლო. მარსზე დასასახლებლად მეცნიერები მის ტერაფორმირებას განიხილავენ, ანუ ხელოვნურად იმგვარად გარდაქმნას, რომ იქ დედამიწის მსგავსი პირობები იყოს, სუნთქვისათვის გამოსადეგი ჰაერი, მაღალი ტემპერატურა და ასე შემდეგ. წითელ პლანეტაზე მცენარეების გაზრდით შესაძლებელია, რომ მის ატმოსფეროში უხვად არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაიქმნას. საინტერესოა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის რომელი ფორმა შეძლებს მარსის პირობებში გადარჩენას. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ასეთი ორგანიზმი გამოავლინეს, რომელიც წითელი პლანეტის სიმულირებულ გარემოში მოათავსეს. ის არ მომკვდარა. ესაა ლიქენი, ჰიბრიდული კოლონია, რომელიც წყალმცენარეების ან ციანობაქტერიებისა და სოკოებისგან შედგება. ის მკაცრ პირობებს მარტივად ერგება, რადგან ამეტაბოლური მდგომარეობა ახასიათებს, რომელსაც ანჰიდრობიოზი ეწოდება. სიტყვასიტყვით ის ითარგმნება როგორც სიცოცხლე წყლის გარეშე. ასევე ლიქენები ულტრაისფერი გამოსხივების მიმართაც განსაკუთრებულად ამტანები არიან. კვლევარებმა ლიქენების ორი სახეობა, დიფლოსკიდეს მუსკორუმ და სეტრარია აკულეატა მარსის სიმულირებულ გარემოში 5 საათი
მათით მოათავსეს. იქ ისინი რენტგენული გამოსხივების, ტემპერატურული ცვლილებისა და მაღალი წნევის ქვეშ იყვნენ. აღმოჩნდა, რომ წითელი პლანეტისათვის პირველი მათგანია შესაფერისი, მეორე კი რადიაციას ვერ უძლებს. ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ლიქენის სიმბიოზური სოკოს მეტაბოლიზმი მარსის ზედაპირის მსგავს გარემოშიც ნარჩუნდება. აღმოვაჩინეთ, რომ დიფლოსჩიტეს მუსკორუმმა მეტაბოლური პროცესების წარმართვა შეძლო და თავდაცვის მექანიზმებიც გააქტიურა, აცხადებს კაია სკუბალა, კვლევის ხელმძღვანელი. ეს შედეგები მარსის სიმულირებულ პირობებში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების უკეთ გააზრების შესაძლებლობას გვაძლევს. ასევე იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ რეაგირებენ ჰიდრირებული ორგანიზმები მაიონიზებელ რადიაციაზე, რაც მარსის სიცოცხლესთან თავსებადობისა და იქ გადარჩენის შესაძლებლობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამბობს ის. რა თქმა უნდა, უკანასკნელი მიგნება არ ნიშნავს, რომ ლიქენებს მარსზე ხვალვე გავგზავნით. მანამდე დამატებითი სიღრმისეული კვლევებია საჭირო, რათა ხანგრძლივი ეფექტი შევისწავლოთ, აცხადებენ მეცნიერები. NASA-ს მავალმა პერსევერანსმა მარსის ეზეროს კრატერში ვიჩ ჰეიზელის ბორცვის მიმდებარედ ტვრის ქარბორბალა დააფიქსირა. ამ დროს აპარატი წითელი პლანეტის ატმოსფეროს აგვირდებოდა, მაგრამ მოულოდნელად რამდენიმე მოძრავი ობიექტი გამოჩნდა, რომლების მტვრის ნაწილაკების ბრუნავი ნაკადები აღმოჩნდა. მსგავსი ფენომენი დედამიწასაც გვხვდება. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა ხმელეთთან ახლოს არსებული აირის ტემპერატურა იმატებს და ნელ-ნელა მაღლა ადის. მის ადგილს აირის სხვა მასები იკავებს და ბრუნვას იწყებს. სიჩქარე კი უფრო და უფრო იზრდება. წინა ფონზე არსებული ქარბორბალა დაახლოებით 65 მეტრის სიგანის იყო და მან უკანდებარე 5 მეტრიანი ქარბორბალა მიიერთა. აირის ასეთი ნაკადები მარსის ზედაპირზე გადაადგილდება და გზად ტვერს მაღლა იტაცებს. ეს კი იმ არეალში ხილვადობას ამცირებს. როცა ორი ასეთი სტრუქტურა ერთმანეთს უახლოვდება, ისინი ან ერთიანდება, ან საერთოდ ქრება. ასეთ ნაკადში მტვრის ნაწილაკების მომწყდებისას უკვე მტვრის ქარბორბალა ფორმირდება და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ნარჩუნდება. ის მარსის ამედის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს. მეცნიერები ამბობენ, რომ მისი შესწავლა წითელი პლანეტის ატმოსფერული პირობების გაგებაში გვეხმარება. მაგალითად, შეგვიძლია დავადგინოთ, როგორია ქარის მიმართულება და სიჩქარე. მტვრის ქარიშხლები მარსზე აქამდეც დაფიქსირებულა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აპარატმა ორი ასეთი ნაკადის შერწყმა აღბეჭდა. შემდეგი ნიუსიც მარსს უკავშირდება. ვერ ვწდები წითელ პლანეტას მოკლედ. ეზეროს კრატერის კიდეებზე სიარულისას NASA-ს მარსმავალმა პერსევერანსმა უცნაური ქვა აღმოაჩინა. მუშტუკებიანი ქვა ერთი შეხედვით ბაყაყის ქვირითს წააგავს. შედგება ასობით ციცხნა მუქი რუხის სფერულებისგან, რომელთაგან თითოეული სიგანეში მილიმეტრის ზომისაა. მეცნიერებმა ქვას St. Paul's Bay უწოდეს და აღწერენ როგორც შოკის მომგვრელს. მიმდებარე ზონაში მისი მსგავსი სხვა არაფერია. უცნობია, რისგან შედგება, როგორ წარმოიქმნა და როგორ მოხდა იქ. კრისტალურ მინერალებს, რომლებისგანაც სფერულები შედგება, აქ დედამიწაზე ბოტრიოდალების წარმონაქმნებს უწოდებენ და ფართოდაა წარმოდგენილი მრავალ მინერალში და მათი წარმოქმნის მექანიზმი კარგადაა ცნობილი. თუმცა, ასეთი ფორმაციის მარსზე გაჩენა შეიძლება ძლიერ განსხვავებული პროცესი იყოს. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ St. Paul's Bay ძლიერ განსხვავებული ჩანს დედამიწისეული ბოტრიოდალურ წარმონაქმნებისგან, მაგალითად ყურძნისებრი აქატის და ჰემატიტისგან. ციცხნა სფერულების წარმოქმნის კიდევ ერთი გზაა გამდნარი ქანის უცებგაციება. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს მეტეორიტის დაცემისას, როდესაც მეტეორიტისა და მიწის შეჯახებით წარმოქმნილი სიცხე ადნობს მატერიის გლობულებს და ჰაერში ისურვის. ასევე წარმოიქმნება ვულკანური აქტივობის შედეგად. მარსზე უკვე რამდენიმე სფერული ქვაა აღმოჩენილი, მათ შორის არის ციცხნა სფეროები, ზედმეტსახელად მოცვი. კონცენტრაცია ჰემატიტით მდიდარი მასალისა, რომელიც წყალში წარმოიქმნება. ასევე წყალში უნდა წარმოიქმნებოდეს პოპკორნის ცნობილი ბუშტუკებიანი ქვებიც, რომლებიც ასევე ეზეროს კრატერში გვხვდება. მავალმა კურიოზიტი გეილის კრატერში აღმოაჩინა ციცხნა სფერულები, რომლებიც ასევე წყალში უნდა წარმოიქმნებოდეს.
St. Paul's Bay-ის წარმოქმნის მექანიზმის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, იმიტომ რომ ის ეგრეთ წოდებული მოტივტივე ქვა, ამ ტიპის ქვები როგორღაც ახერხებენ და მიწაზე გადაადგილდებიან. ვინაიდან არ ვიცით, საიდან მოვიდა ეს ქვა. უცნობია მისი წარმოქმნის კონტექსტიც, რაც გადამწყვეტი ინფორმაციაა იმის დასადგენად, ეს ციცხნა ბუშტუკები ცეცხლმა წარმოქმნა თუ წყალმა. თუმცა მარსის ორბიტიდან ჩატარებული დაკვირვებებით ახლომახლოს აღმოჩენილია მუქი ქანის შრე, რომელიც შეიძლება St. Paul Bay-ის ქვის წარმოქმნის ადგილი იყოს. ახალი დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ცდებოდით ურანის დღის ხანგრძლივობის შესახებ. პლანეტის ბრუნვის მაჩვენების ახალი უზუსტესი გაზომვების თანახმად, ურანის სრული დღე გრძელდება 17 საათს 14 წუთსა და 52 წამს. ეს კი მთელი 28 წამით მეტია, ვიდრე აქამდე ვიცოდით ხომად Voyager 2-ის მიერ 1986 წელს ურანის თავზე გადაფრენისას შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. შეიძლება სხვაობა მცირე მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში უზარმაზარია. ჩვენ მიერ ჩატარებული გაზომვები არამხოლოდ უმნიშვნელოვანეს ცნობებს აწვდის პლანეტური მეცნიერების საზოგადოებას, არამედ ჭრის დიდი ხნის პრობლემასაც. კოორდინატების წინა სისტემა ბრუნვის პერიოდის ძველ გაზომვებს ეყრდნობოდა, რაც მალევე გახდა არაზუსტი და შეუძლებელი დროთა განმავლობაში ურანის მაგნიტური პოლუსების მეთვალყურეობისთვის. ამბობს პარიზის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსი ლორენ ლამი. ურანი და ნეპტუნი მზის სისტემის ორი ყველაზე გარე პლანეტაა, მზისგან გაცილებით შორს, ვიდრე სხვა დანარჩენი პლანეტები. ურანის ორბიტული მანძილი სატურნისას ორჯერ აღემატება, ნეპტუნისა კი სამჯერ. იმის გამო, რომ ასე შორს არიან, ურანი და ნეპტუნი პატარა და მკრთალად მოჩანან, რაც მათ კვლევას ართულებს. ამას გარდა, ასეთი სიშორის გამო ხომადებს მათთან მისაღწევად ძალიან დიდი დრო სჭირდებათ. მათ სიახლოვეს მხოლოდ Voyager-ის მისიას აქვს ჩავლილი, ისიც 10 წლეულების წინ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რაც მზის სისტემის ამ ყინულის გიგანტ პლანეტათა შესახებ გვაქვს, შეზღუდულია და შეიძლება მიკერძოებული იყოს იმ კონკრეტულ გარემო პირობათა გამო, რაც იქ ხომალდების გადაფრენისას იყო. მეორე მხრივ, ცოტა რთულია ახალი ინფორმაციის მიღებაც. ურანის დღის ხანგრძლივობის შესახებ ჩვენი წარმოდგენის უზუსტობამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის იყო, რომ დღის ხანგრძლივობის ზუსტი ინფორმაციის გარეშე ურანის მაგნიტური პოლუსების ორიენტაცია Voyager 2-ის გადაფრენიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიკარგა. ურანის დღის ხანგრძლივობის გასაზომად ლამიმ და მისმა კოლეგებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 2011-2012 წლებში შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. დროის ამ მონაკვეთში ტელესკოპი აკვირდებოდა პლანეტის ულტრაისფერ ციალებს, რომლებიც დაახლოებით ისე წარმოიქმნება, როგორც პოლარული ციალი დედამიწაზე. ულტრაისფერი ციალების მეთვალყურეობით ლამიმ და მისმა კოლეგებმა პოლუსების ადგილმდებარეობა დაადგინეს და დააკვირდნენ, შემდეგ კი ამ ინფორმაციით ზუსტად გაზომეს ურანის დღის ხანგრძლივობა. კვლევართა განცხადებით ეს გაზომვა ყველაზე ზუსტია, რაც კი აქამდე ჩატარებულა ურანზე. 2020 წლის მაისში ასტრონომები პირველად დააკვირდნენ ვარსკვლავის მიერ პლანეტის შთანთქმის პროცესს. იმ პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პლანეტა მას შემდეგ განადგურდა, რაც ვარსკვლავი ევოლუციის მიწურულ ფაზაში შევიდა, ანუ წითელ გიგანტად იქცა და გაფართოვდა. ამის მიუხედავად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ პლანეტის აღსასრული სულ სხვაგვარად მოხდა. კვლევრების თქმით, ვარსკვლავის გაფართოების ნაცვლად, როგორც ჩანს, თავად პლანეტა მიუახლოვდა მას, რაც კატასტროფით დასრულდა და ორბიტის ნელ-ნელა დაშლის შემდეგ პლანეტა ვარსკვლავში ჩავარდა. ეს ვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს. დედამიწიდან დაახლოებით 12000 სინათლის წლის მანძილზე, არწივის თანავარსკვლავედის მიმართულებით. იგი ოდნავ უფრო წითელი და ნაკლებად კაშკაშაა, ვიდრე ჩვენი მზე. ხოლო მასით მისი დაახლოებით 70%-ია. დაზუსტებით არავინ იცის, რა დაემართა პლანეტას. მაგრამ მიიჩნევა, რომ ის ეკუთვნოდა გაზის გიგანტების ეგრეთ წოდებული ცხელი იუპიტერების კლასს. ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა ყოფილიყო გიგანტური პლანეტა, მინიმუმ იუპიტერზე რამდენჯერმე მეტი, რადგან სწორედ ამდენად დიდი მასაა საჭირო ვარსკვლავზე ასეთი ძლიერი გავლენის მოსახდენად. ამბობს კვლევის თანაავტორი მორგან მაკლეუდი, ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის პოსტდოქტორანტი.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ პლანეტის ორბიტა გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო ნელ-ნელა ირღვეოდა და სწორედ ამ პროცესის შემდეგ პლანეტამ ვარსკვლავის ატმოსფეროში შესვლა დაიწყო. ამ მომენტში წინააღმდეგობა გაიზარდა და ვარნის სიჩქარე მოიმატა. ჩვენი მზის სისტემის არც ერთი პლანეტა არაა მზესთან იმდენად ახლოს, რომ მათი ორბიტა დაიშალოს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ზემო მომავალში რამდენიმე მათგანი შთან დგას, მათ შორის დედამიწაც. ნაშრომი აჩვენებს, რომ პლანეტები შეიძლება ნელ-ნელა მიუახლოვდეს თავიანთ ვარსკვლავებს და ამით დასრულდეს მათი სიცოცხლე. საბედნიეროდ, ჩვენი მზის სისტემა შედარებით სტაბილურია, ასე რომ ჩვენთვის ერთადერთი საფიქრარი მხოლოდ მზის წითელ გიგანტად გადაქცევაა. ამბობს ასტრონომი რაიან ლაუ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის ნოირლაბის წარმომადგენელი და კვლევის წამყვანი ავტორი. დაახლოებით 5 მილიარდ წელში ჩვენი მზე დაიწყებს გაფართოებას, ანუ წითელი გიგანტის ფაზაში შესვლას და შთანთქავს მერკურის, ვენერას და შესაძლოა დედამიწასაც. ამ ფაზის შემდეგ ვარსკვლავი თავის გარეშრეებს დაკარგავს და დარჩება მხოლოდ ბირთვი, ეგრეთ წოდებული თეთრი ჯუჯა. ჯეიმს ვებმა გადაიღო ფოტო, რომლის გადაღებაც აინშტაინს შეუძლებლად მიაჩნდა. ზოგადი ფარდობითობის ერთ-ერთი პირველადი დადასტურებული პროგნოზია ვარსკვლავის სინათლის გრავიტაციული გამრუდება. ამ ეფექტს პირველად 1919 წელს მზის სრული დაბნელებისას დააკვირდნენ, ვინაიდან ვარსკვლავები სინათლის წერტილების სახით მოჩანს. ეს ეფექტი დაბნელების სიახლოვეს ვარსკვლავთა ადგილმდებარეობის აშკარა ცვლილების სახით ჩანს. თუმცა ეს ეფექტი უფრო ზოგადად ხდება. თუ კი შორეულ გალაქტიკას ჩვენთან რომელიმე უფრო ახლომდებარე ეფარება, შორეულის სინათლის რაღაც ნაწილი ახლომდებარის გარშემო გრავიტაციულად ლინზირდება, რაც შორეულ ვარსკვლავთა დეფორმირებულ და დამახინჯებულ ხედს აჩვენებს. ამ ეფექტს შორეული გალაქტიკის გადიდება შეუძლია, რის გამოც მისი სინათლე უფრო კაშკაშა მოჩანს და მეცნიერები ამ ეფექტს სამყაროს ყველაზე შორეულ ვარსკვლავებზე დაკვირვებისათვის იყენებენ. თუმცა გრავიტაციული ლინზირების ალბათ ყველაზე ლამაზი ეფექტი არის ეგრეთ წოდებული აინშტაინის რგოლი. ამ ფენომენში შორეული გალაქტიკა ისე სრულყოფილად ექცევა ახლომდებარის უკან, რომ მისი სინათლე წრის სახით გამრუძდება. აინშტაინმა ამ ეფექტის შესახებ იცოდა, მაგრამ როგორც 1936 წელს ამბობდა, არ არსებობს იმედი, რომ ამ ფენომენზე პირდაპირ დაკვირვებას შევძლებთ. ამის მიუხედავად, რამდენად ბრწყინვალეც არ უნდა ყოფილიყო აინშტაინი, მასაც კი ვერ წარმოედგინა თანამედროვე ტელესკოპთა შესაძლებლობები. წინა ფონზე მდებარე ახლო გალაქტიკა ელიფსური გალაქტიკაა, რომელიც უფრო ფართო გროვას SMACS J0028 2-75-37 ეკუთვნის. მის გარშემო გამრუდებული, შემოხვეული ფერადი გალაქტიკა ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკაა. ის წინაზე მილიარდობით სინათლის წლით უფრო შორსაა. მაგრამ ისეა განლაგებული, რომ თითქმის სრულყოფილ რგოლს წარმოქმნის. რა თქმა უნდა, ასეთი ფოტოს გადაღება მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან გახდა შესაძლებელი. სხვა გალაქტიკაში მცხოვრები ასტრონომები ამ ხედს ვერ დაინახავდნენ. NASA-ს მიერ მზის შესასწავლად გაგზავნილმა ზონდმა Parker Solar Probe-მა გასული წლის დეკემბერში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მან ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირს 6.1 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა. ესაა ყველაზე ნაკლები დისტანცია, რომელზეც ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი მზეს ოდესმე მიახლოებია. 2025 წლის 22 მარტს აპარატმა სისწრაფის რეკორდიც გაიმეორა. კერძოდ ის პლაზმის უზარმაზარი სფეროს მიმდებარედ წამში 192 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებოდა. ფაქტობრივად Parker Solar Probe-მა ამჯერადაც მზის ატმოსფეროში გაიარა და მას შეეხო. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფერო მისი ხილული ზედაპირიდან 8.3 მილიონ კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდება. ზონდის ბოლოდროინდელი რეკორდები გასაოცარია, იმის გამოც, რომ მზის ატმოსფერო უფრო ცხელია, ვიდრე მისი ზედაპირი. იქ ტემპერატურა მილიონობით გრადუს ცელსიუსს აღწევს. რა თქმა უნდა, აპარატის დიზაინის შექმნისას მეცნიერებმა ეს გაითვალისწინეს და ისე დაამზადეს, რომ ხურვალებისთვის გაეძლო. 22 მარტის მანევრი ვარსკვლავთან რიგით 23 ჩავლა იყო და დაგეგმილი 5-დან მეორე, რომლის დროსაც დისტანცია 6.1 შეადგენდა. მომდევნო ჯერზე ზონდი მზეს 19 ივნისს მიუახლოვდება, შემდეგ კი 15 სექტემბერსა და 12 დეკემბერს. თუ კი საწვავი ეყოფა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისია ამით დასასრულისკენ წავა, რადგან საწვავის მარაგის ამოწურვის გარდა პლაზმისგან თავდაცვის პრობლემაც შეიქმნება. ამის მიუხედავად, სანამ ეს მოხდება, აპარატი ღირებული ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობს. ახალი კვლევის თანახმად მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის ლღობა დედამიწის გეოგრაფიული პოლუსების მდებარეობას შეცვლის. საქმე ისაა, რომ ამ მასის დნობის გამო პლანეტაზე წყალი სხვაგვარად ნაწდება და ეს ბრუნვის ღერძზეც მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შედეგად 2100 წლისთვის პოლუსებმა შესაძლოა 10 მეტრით გადაინაცვლოს. გამოცემა Geophysical Research Letter-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორი წერს, რომ ეს სავარაუდოდ ხელოვნური თანამგზავრებისა და კოსმოსური აპარატების ნავიგაციაზეც იქონიებს გავლენას. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ პლანეტის მასის განაწილების ცვლილება ღერძის მიმართ დედამიწის ერთგვარ რხევას განაპირობებს. მსგავსი რხევა მეტწილად მუდმივი და პროგნოზირებადია, რადგან ატმოსფერულ წნევასა და ოკეანურ დინებებს, ზოგჯერ კი ბირთვისა და მანტიის ურთიერთქმედებას ასახავს. ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნული ფენომენის გამოწვევა ყინულის საფარის დნობის თანდემ მასურ გარდაქმნასაც შეუძლია. შესაბამისად, მეცნიერებმა დნობის სამომავლო მაჩვენებლები გამოთვალეს და 1900-2018 წლებს შორის პოლუსების გადაადგილებასაც დააკვირდნენ. მათ კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარი განიხილეს. დადგინდა, რომ სადგურის აირების ყველაზე დიდი ოდენობით ემისის შემთხვევაში საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთ პოლუსის 27 მეტრით დასავლეთით გადანაცვლება მოსალოდნელი. შედარებით ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, პოლუსი 1900 წლის მდებარეობასთან შედარებით 12 მეტრით გადაადგილდება. სიმულაციებში ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის დნობის შედეგად გამოყოფილმა წყალმა შეასრულა. შემდეგ კი მყინვარების გალღობა. კვლევარები ამბობენ, რომ დნობის ასეთი მნიშვნელობა ცხადყოფს, როგორი დიდი გავლენა აქვს ადამიანს პოლუსების გადანაცვლებაზე. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს CIA-ის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ანგარიში ბოლო პერიოდში ამ მოუწნობი მფრინავი ობიექტებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. დოკუმენტი ეხება ამბავს, რომლის მიხედვითაც თითქოს და უცხოპლანეტელები საბჭოთა ჯარისკაცებს უკრაინაში წვნის დროს თავს დაესხნენ. თუმცა, სანამ დეტალებზე ვისაუბრებ, გეტყვით, რომ ამ მოვლენის ფაქტობრივი სიზუსტე დაუდგენელია. მიუხედავად დოკუმენტის ოფიციალური წარმომავლობისა, მასში წარმოდგენილი ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ არის დამოწმებული და არც სამეცნიერო მეთოდებითაა გადამოწმებული. შესაბამისად, აღწერილი ამბავი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დადასტურებული ისტორიული ფაქტი. ანგარიში CIA-მ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. მათ ხელში ჩაუვარდათ 250 გვერდიანი მასალა, რომელიც თავდაპირველად KGB-ს, ანუ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ეკუთვნოდა. ინფორმაცია საჯაროდ პირველად 2000 წელს გავრცელდა. ეს ამბავი ისევ აქტუალური 2020 წელს გახდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ამ მოუწნობი ანომალიური ფენომენების გამოსაკვლევად სპეციალური ჯგუფი შექმნა. ანგარიში წერია, რომ უკრაინაში წვრთნის დროს საბჭოთა ჯარისკაცებმა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თეფშის ფორმის ობიექტი შენიშნეს და მას საზეინტო რაკეტა ესროლეს. შედეგად ის ჩამოვარდა და იქიდან დაბალი ტანის, დიდი თავისა და შავი თვალების მქონე 5 ჰუმანოიდი არსება გამოვიდა. CIA-ის ანგარიში ასევე წერია, რომ ინციდენტის შემდეგ ეს ქვადქცეული ჯარისკაცები და ჩამოვარდნილი ხომალდის ნარჩენები მოსკოვთან ახლოს არსებულ საიდუმლო ზონაში გადაიტანეს. შემდგომი ანალიზის შედეგად კი დოკუმენტის თანახმად დადგინდა, რომ ჯარისკაცების ქსოვილები კირქვის მსგავს მატერიად იყო გარდაქმნილი. ანგარიშის დასასრულს აღნიშნულია, თუ KGB-ს ეს დოსიე რეალობას ასახავს, საქმე ძალზე შემაშფოთებელ შემთხვევასთან გვაქვს. ეს არსებები ფლობენ ისეთ ტექნოლოგიებსა და იარაღს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს სცილდება და მათ თავის დაცვაც შეუძლიათ. (2025) წლის აპრილისთვის კოსმოსური ამბების შეჯამება ამით დასრულებულია. იმედი მაქვს საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა, როგორც მიმდინარე, ისე ზოგადი ამბების კუთხით. თქვენი მოსაზრება, რა თქმა უნდა, გაგვიზიარეთ კომენტარების ველში. ან უფრო ფართო მსჯელობისა და იდეებისთვის გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოგწერე მეილზე, რომელიც საუბრის დასასრულს ეკრანზე ამონაცდება. ასევე გთხოვ, რომ მოიწონო და გააზიარო ეს ვიდეო. და ყველაზე მთავარი, თუ ჯერ ისევ არ გამოგიწერია,
ეს არხი გამოიწერე და დაგვიჭირე მხარი. თქვენი ასეთი აქტივობა ჩვენი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მხარდაჭერისთვის.